ვარ დათა ბერიძე 9 წლის. სწავლობ სკოლა ნიკეში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ჭადრაკი, ფეხბურთი, ხატვა და ცურვა. აქედან ყველაზე მეტად მეყვარს ცურვა. უკვე 1 თვეა დავდივარ ცურვის წრეს. იქამდე ვიცოდი ცურვა, მაგრამ ახლა ვამტკიცებ. ადრე დავდიოდი პლაზაში, ახლა კი სხვაგან დავდივარ ჩემ მეგობრებთან ერთად. ერთხელ 5 წლის რო ვიყავი, ზღვაზე ვიხრჩობოდი და დედამ გადამარჩინა. იქ რომ ვიძირებდი, ფეხით ავხტებოდი და ხარს ვიღებდი და ყვიროდი. და ძრებს გამიგონა დედა. პლაზაში რო ვიყავი, გამიკეთეს კამერა და იმით ვისწავლე ცურვა. ყველაზე კარგად ცურავ ჩაყვინთულად. მე შემიძლია წყალქვეშ 40 წამი გავცრა. მინდა ესე კარგად ცურავდე, რომ სხვა გადავარჩი. რა თქმა უნდა, თუ იხრჩობ. ჩემი გეგმაა, რომ ცურვაზე კიდევ ვიარო 2 წელი. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და 1 წელი ვთამაშობდი ბორტყში. მერე იმიტომ გამოვედი, რომ დრო აღარ მყოფნიდა. მე ვარ ძალიან კარგი მეკარე. ყველაზე კარგად შემიძლია ახლოდან დარტყმულ სახება. კი ვარ მეკარე, მაგრამ გოლების გატანაც მიყვარს. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 35 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. 4 კაცი მედგა წინ და 1-ს ქვეშ გაუტარე ბურთი, მეორესაც და მერე ცხრიანში დავარტყი და გავიტანე. მეკარე გადახდა, მაგრამ ვერ მიწდა, იმიტომ ისე კარგად დავარტყი. მოედანზე ყველაზე კარგად გამომდის მატაობა. ჩემს საყვარელი ფეხბურთელი არის ხვიჩა კვარაცხელია და საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. სიამოვნებით ვითამაშებთ საქართველოს ნაკრებში 11 ნომრით. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ჯარისკაცი, რომ დავიცვა ჩემი ქვეყანა. მე ვარ პატრიოტი ბიჭი და ძალიან მიყვარს საქართველო. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ფეხბურთი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს, კარგი მასწავლებლები, ხანთი არჩი წაგვიყვანენ, კარგი საჭმელი არის და კარგი გართობა. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ნიკოლოზ ბეგიაშვილი. ყველაზე ჭკვიანი არის ბუბა გორგილაძე. ყველაზე მშვიდია გვანცა ჯაფარიძე. ყველაზე ბედნიერი გონია ახალგაზრდული მოსწავლე ნისა. მე ვარ ყველაზე მეგობრული, ნიჭიერი და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ, მაგრამ ადრე მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავცვიდი, რომ ხშირად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. ცოლს რომ მოვიყვა, ვიქნები 21 წლის. შვილებს დავარქმევ მათეს და გვანცას. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის ეკა ბოგუჩოვი, იმიტომ რომ ხან ესოში გაგვიყვანს და წიგნებს დაგვაკითხებს და გვათამაშებს. კიდევ ძალიან მიყვარს მათემატიკის მასწავლებელი მზია ბერიძე. მასწავლებლებში ძალიან გამიმართლა. ახლა მინდა ვიყო 18 წლის. მეყოლები მანქანა და ჩემ მეგობრებთან ერთად სხვა ქვეყნებში წავალთ. 18 წლის რო გავხდები, ვიყიდი შავ მუსტანგს. დიდი ალბათობით ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. სახლში ცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო, ბებია და ბაბუა. მინდა ვყავდეს 1 ძმა და 1 და. დედის ერთობა იმიტომ ცუდი, რომ ხან მოწყენილი ვარ, რომ არავინ არ მიათამაშა. კარგია იმიტომ, რომ ყველა სურვილს მისრულებ. მამიკო არის ჭკვიანი, ხალისიანი და თამაშმოყვარე, მეთამაშებას. დედიკო არის ლამაზი, ზრუნვე, საქმიანი და მხიარული. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ მსოფლიოში. ბაბუა არის შრომის მოყვარე და ნიჭიერი. ბები არის მხიარული, ახალგაზრდა და რომ მოისმის მეთამაშებას ცნობ. ძალიან მიყვარს ბებია შემწვარი კარტობით და დედის გაკეთებული პირმენები. ჩემი ასი, ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ბორშს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის პატარა პრინცი. მე ასევე მიყვარს მუნთვინეს ყურება და ჩემი საყვარელი მუნთვინე არის აჩიტი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი ვისწავლე. როგორ ვისწავლე და სხვებს ვუყურებდი და გავიმეორე, ვარ ნიჭიერი და ყველაფერს კარგად ვითვისებ. ყველაზე ხშირად ხატავ სხვას.
ჩემ საყვარელი ფერი არის ლურჯი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ბრენელი ფერია და ნახატს არ უხდება. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაგ ასამთ. უფრო მეტი მექნება თუ დედიკო კარგად შემინახავთ. მინდა მოვაწყო ჩემი ნახატების გამოფენა. ამ გამოფენას დავპატიჟებ ჩემ მეგობრებს, ბიძაშვილებს და ასე შემდეგ. ჯადოს ოჯახი რო გქონდეს, ვიქნებოდი ყველაზე ბედნიერი და კარგი ცოლი მეყოლებოდა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ანტალიაში. წინა მონაწილემ დავიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარი არის ნამდვილი გემი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაში არის ჭადრაკი. ბავშვობაში დავდიოდი ჭადრაკის წრესზე და კარგად თამაშობ. ჩემი საყვარელი ფიგურა არის ლაზერი. თეთრებით უფრო კარგად ვთამაშობ, რომ ისინი პირველები იწყებენ. მაქვს უფრო მეტი დრო და უფრო მეტი სვლა და მაგას ვიყენებ. სახლში ზოგჯერ ვთამაშებ ბაბუას და ხშირად ვუგებ. ისე ჩვეულებრივ თამაშები არ მიყვარს გელობა. ჩემი ნება რომ იყოს, აგზავნავდი გაშაშობას. იმიტომ რომ შეიძლება ხელი მიკვრაც უდად და დავარდეს მონაწილე. ბედნიერება არის დედიკოს სულ კარგად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.